მართლმსაჯულება გარდამავალ ქვეყნებში როგორ უნდა გაუმკლავდეს ქართული მართლმსაჯულება არსებულ გამოწვევებს სწორედ ამ თემებს განიხილავენ რადისონში. შეხვედრას საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. რა რეკომენდაციები მისცეს ხელისუფლების წარმომადგენლებს უცხოელმა ექსპერტებმა. ნათია ორველაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. მართლმსაჯულების საკითხებზე მსჯელობა სასტუმრო რედისონში ამ დრომდე გრძელდება, თუმცა შესვენებაზე გაკეთდა კომენტარები რამდენიმე თემაზე. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ნამდვილად უნდა იქნეს შემუშავებული გარკვეული მექანიზმი მართლმსაჯულების, რადგან იმდენად დიდია საჩივრების რაოდენობა გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ, რომ შესაძლოა სისტემამ შესაბამის მოუწყებებმა ამ რაოდენობას უბრალოდ ვერ გაუძლონ, ამიტომ გარკვეული ტიპის ამნისტია უნდა განხორციელდეს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელი ქვეყნის გამოცდილებას გაიზიარებს საქართველო ამ კუთხით. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას ესწრებიან მოწვეული ექსპერტებიც. უმცირესობა კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების აღდგენა არ უნდა იქცეს შურისძიების იარაღად. კონფერენციის თემა არის გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულების მდგომარეობა და მიდგომები საქართველოში. ამ მხრივ მე მექნება საუბარი საქართველოს პროკურატურის დამოკიდებულებაზე, როლზე, პოზიციაზე, სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებაში, რა პრიორიტეტები არის დასახული და როგორ უნდა წარიმართოს საქმიანობა იმ მხრივ, რომ ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ იქნეს გამორიცხული. იმ 15 და 20 განცხადება საჩივარს, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დაგროვილი, სისტემა ვერ მოახერხებს მის განხილვას ყველა მოქალაქის სასამართლომდე მიყვანას. ამიტომ დღის სესიაში დგას რაიმე ფორმის ამნისტია, ოღონდ ძალიან კარგად დასაბუთებული. ამიტომ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ექსპერტები, მსოფლიო დონის ექსპერტები, ბატონი ჰამერბერგი, რომელიც Amnesty International-ის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში, ბატონი არინაიერი, რომელიც Human Rights Watch-ის დამფუძნებელი იყო და ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ძალიან მაღალი დონის რეკომენდაციები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომ მართლმსაჯულება არ იქცეს შურისძიების იარაღად, პოლიტიკური შურისძიების იარაღად. და სამართლიანობის აღდგენა არ დაემსგავსოს რევანშის. სამწუხაროდ გვაქვს ის ფაქტები, ბოლო ასე ვთქვათ, თვეების ფაქტები, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ დილემას დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. როცა ვთქვათ, და გახსნილი სისხლის სამართლებრივი საქმეები უცხოეთ სასამართლოში ირღვევა და ახალი ბრალდებების წარდგენა საჭირო იმისათვის, რომ პოლიტიკური მიზანი განახორციელო, შეინიშნება პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებიც. კომენტარი გააკეთა თომას ჰამარბერგმაც, რომელიც დღევანდელ შეხვედრას მოწვეული ექსპერტის სტატუსით ესწრება. ის აცხადებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილს ნამდვილად აქვს გარკვეული ჩივილები და პრეტენზიები წინა ხელისუფლების მისამართით, თუმცა ამით არ უნდა შეილახოს იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან, ან შეიძლება იყვნენ ეჭვმიტანილნი გარკვეულ დანაშაულებებში. ეს კარგი დროა, იმიტომ რომ ის საკითხები, რომლებიც არჩევნებს მოყვება, ჩამოყალიბებულია და ხალხს უკეთესობის შეგრძნება აქვს. ახლა საქართველო დგას იმ საფინალო გზაზე, როდესაც ეს პრობლემები უნდა გადაილახოს. ადამიანთა უფლებების დაცვის კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს. მე უნდა წავიდე შეხვედრაზე, რომელზეც ნაციონალური სამოქმედო გეგმა უნდა შევადგინოთ, რომელიც ადამიანის უფლებათა და იმ პრობლემათა შესაძლებლობებს მოიცავს, რომლებიც ხალხს პრობლემების გადაწყვეტაში უნდა დაეხმაროს. კვლავ აქტუალურია ვენეციის კომისიის პოზიცია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და უმცირესობას და უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავაც განსხვავებული პოზიციები აქვთ. მოხდა ის ველოდებოდით ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად დაადასტურა ერთი რეფორმის აუცილებლობა, მეორე ეს აუცილებლობა დაასახუთა იმით და პირდაპირ წერია დასკვნაში, რომ სისტემა, რომელიც დღემდე მოქმედებდა, იყო არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური. მესამე, შესაბამისად, ბუნებრივად ლოგიკური დასკვნა იყო, რომ ამას ჭირდება ცვლილება. და თავიდან ბოლომდე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, სიტყვით შეიტანა ის ცვლილებები დასკვნაში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ აი ამ საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად. მე მგონი დასკვნა არის ადეკვატური, დროული და მიუხედავად იმისა, რომ კანონში თავისთავად შეიძლება იყოს კონკრეტული კანონპროექტი, უბრალოდ ხარვეზები, რომელიც შეიძლება ასევე გამოსწორდეს, თავარი რაც ჩვენთვის ვთქვათ პოლიტიკურობას ანიჭებს აი ამ კანონპროექტის შემოტანას და ვენეციის დასკვნა
მაშინ ეს ხიფათი არის წარმოჩენილი, არის ის რომ ხელისუფლების ცვლასთან ერთად იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ცვლა არის არასწორი. სასტუმრო რედისონში შეხვედრა გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის მინისტრი თეატრო ლუკიანი მოვიდა, თუმცა ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს მართლმსაჯულების საკითხებთან და იგივე ამნისტიასთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ. მადლობა ნათია, პირდაპირ ეთერში ნათია ორველაშვილი საუბრობდა.